უელსელი მუსიკოსი ბონი ტაილერი, რომლის ჰიტებსაც არაერთხელ დაუკავებიათ მოწინავე ადგილების სხვადასხვა რეიტინგში 75 წლის ასაკში პორტუგალიის ქალაქ ფაროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. Total Eclipse of the Heart, Holding Out for a Hero, It's a Heartache, ბონი ტაილერს მსოფლიო ამ სიმღერებით იცნობდა. მიმდინარე წლის აპრილში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო მძიმე ინფექციის განვითარების შემდეგ მომღერალი ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. გასულ თვეში მისი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბონი ტაილერი კომიდან გამოვიდა, თუმცა კვლავ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომღერალი გუშინ ღამით საავადმყოფოში მოულოდნელად გარდაიცვალა იმ დაავადების გამო, რომელსაც მკურნალობდა. ბონი ტაილერი, რომლის ნამდვილი სახელიც გეინორ ჰოპკინსი იყო, 1971 წლის 8 ივნისს დაიბადა. პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს ისეთი ჰიტებით მოიპოვა, როგორიცაა Lost in France და It's a Heartache. მსოფლიო აღიარება მას 1983 წლის ლეგენდარულმა ბალადამ Total Eclipse of the Heart-მა და 1984 წლის კიდევ ერთმა ჰიტმა Holding Out for a Hero მოუტანა. ორივე მათგანის გაყიდვებმა ცალ-ცალკე 6 მილიონს გადააჭარბა და ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერებს შორის საკუთარი ადგილი დაიკავა. 2013 წელს ტაილერმა გაერთიანებული სამეფო ევროვიზიის კონკურსზე წარადგინა. 2022 წელს კი დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბონი ტაილერმა 18 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მისი ბოლო ალბომი The Best Is Yet to Come 2021 წელს გამოვიდა.